ფორმულა 1-ში არც თუ იშვიათად ხდება, რომ პილოტებს ერთმანეთის გასწრება უშუალო ტრასაზე არ შეუძლიათ. სწორედ ასეთ დროს გუნდი ერევა საქმეში და ტაქტიკური გადაწყვეტილებებით თავისი პილოტის დახმარებას ცდილობს. ანდერკათი და ოვერკათი. ფორმულა 1-ში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ტაქტიკური იარაღია და აღნიშნავს სიტუაციას, როდესაც გუნდი გეგმიური პიტსტოპის ჩატარების წრეს ცვლის, რომ პილოტს ტრასაზე პოზიცია მოაგებინოს ან შეუნარჩუნოს. გეგმიური პიტსტოპის გადაწევა 1-2 წრით ადრე ანდერკათია, 1-2 წრით გვიან ოვერკათი. ორივე შემთხვევაში უპირატესობის მისაღებად საჭიროა რომ შეიქმნას საკმარისი სხვაობა სისწრაფეში სწორედ ამ 1-2 წრის განმავლობაში. მიმდინარე რეგლამენტის პირობებში ალბათ 99% ანდერკათი მუშაობს. წარმატებული ოვერკათის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები გვაქვს. რატომ ხდება ასე? თანამედროვე ფორმულა 1-ში გვაქვს ცვეთადი საბურავები და არ გვაქვს საწვავის ჩამატება. როდესაც ორი პილოტი პოზიციისთვის იბრძვის და პიტსტოპის დრო ახლოვდება, ორივეს დაახლოებით თანაბარი რაოდენობის საწვავი რჩება ავზებში. შესაბამისად, ბოლიდის წონაც დაახლოებით თანაბარია. ამავე დროს ორივეს გაცვეთილი საბურავები აქვს. ის, ვინც ანდერკათს გამოიყენებს და პირველი შევა პიტსტოპზე, ახალი საბურავების ხარჯზე სისწრაფეში უპირატესობას ის მიიღებს. 90-იანი წლების შუიდან, როდესაც ფორმულა 1-ში ასეთი ცვეთადი საბურავები არ იყო და რეგლამენტით პიტსტოპზე საწვავის ჩამატება იყო აუცილებელი, იყო ბევრად მრავალფეროვანი რბოლის ტაქტიკაც და 99% მაშინ ოვერკათი, ანუ გვიანი პიტსტოპი მუშაობდა. პრაქტიკული მაგალითით ავხსნათ თუ რატომ. თუ ორი პილოტი ერთნაირი ტაქტიკით რბოლაში პოზიციისთვის იბრძოდა და პირობითად ფინიშამდე 20 წრით ადრე უწევდათ პიტსტოპი, მათ ავზებში მინიმალური რაოდენობის საწვავი და მეტნაკლებად გაცვეთილი საბურავები ჰქონდათ. ის, ვინც პიტსტოპზე პირველი შევიდოდა, მართალია მიიღებდა ახალ საბურავებს, მაგრამ ფინიშამდე დარჩენილი 20 წრის საწვავის ჩამატება მოუწევდა, რაზეც დაახლოებით 10 წამს დაკარგავდა და თან ბოლიც 40 კილოგრამის საწვავით დაამძიმებდა. ბევრად მსუბუქი წონის გავლენით, ოვერკათზე დარჩენილი მეტოქე უპირატესობას მიიღებდა სისწრაფეში შედარებით ძველი საბურავების მიუხედავად. და თუ კიდევ 3 წრე გაძლებდა ტრასაზე, პიტსტოპზე უკვე არა 20, არამედ 17 წრის სამყოფი საწვავი დაჭირდებოდა, რაზეც არა 10-ს, არამედ 8.5 წამს დახარჯავდა. ანდერკათის თუ ოვერკათის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ტრაფიკის გათვალისწინებაც. გუნდმა ისეთი ტაქტიკა არ უნდა დაგეგმოს, რომ პილოტი ნელი ბოლიდების უკან შეფეხდეს, რადგან ეს გავლენას მოახდენს შედეგზე. დღეს სულ ეს იყო. ველოდებით თქვენს კითხვებს და კომენტარებს, დროებით.